ეს მე ვარ კივილის მეშვიდე ფილმზე. ეს კი ხალხის რეაქციაა. ამ ვიდეოში კი ვეცდები გავიმეორო ფილმის სცენები რეალურ ცხოვრებაში და ჩემი მიზანია გავტესტო, რამდენად შევძლებთ გადარჩენას, თუ რეალურად გადავეყარე Ghostface განსხვავებულ სიტუაციებსა და გარემოებებში. მე დამწყები იუთუბერი ვარ და გამოცდილების მისაღებად გადავწყვეტ 11 განსხვავებული ვიდეო კონტენტის გადაღება. და დღევანდელი ვიდეოს თემატიკაა პრენკი. და ამ თემასთან დაკავშირებით გადავწყვეტე კინოში ასეთ ჩაცმული წავსულიყავი. ვაიმე, ბოდიში, ჩემი ფილმია, უბრალოდ. ბოდიში რა. ეგრო გიხრა, არ შეიძლება. არა. კინოა ჩემზე. იმენა მეინ ქერექტერი ვარ. მადლობა. Take a look. It belongs to 7. გარდა პრენკისა, ამ ვიდეოში ჩემი მიზანია გავტესტო, რამდენად შევძლებთ საკუთარი თავის დაღწევას რთული სიტუაციიდან. ხოლო მთავარი წესი მდგომარეობს შემდეგში. მოვასწრო ყველაფერი მანამ, სანამ ეს ფეიქ დანა შემეხება. და ხო, რა თქმა უნდა, ვიდეო შექმნილია გასართობი ბიზნესისთვის და უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია. პირველ სიტუაციაში მე უნდა მოვახერხო და გავითავისუფლო თავის კოჩისგან, წვეტიანი საგრით. შემდეგ მივიდე ჩანთასთან და მოვძებნო გასაღები, რომელიც მანქანას აღებს. შემდეგ მივიდე მანქანასთან, გავხურო საბარგული, დაქოქო და წავიდე. და ეს ყველაფერი მანამ, სანამ Ghostface შეძლებს და ამ პლასმასის დანას შემახებს. ამისთვის კი სულ რაღაც 3 წდა მაქვს. ამარჯობა მეგობრებო. ეხლა 3, 2, წავიდა. არა. კოშელი. ოიდა. ლაგვიდა ნამაკ. არა. წავიდა. სადარი სადამალე ბიჭო ეგეთ ადგილი ვარ მე გადავები ჰა სხვა ჯენსია აუ აქეთივეში ყოფილა მოდი მომკალი 2 1 წავიდა კაი წელი გასაღები არა დაი კოკეშენი შევძელი და გავაკეთე სიყვარულს და შემდეგი სიტუაცია მოკლედ ბენზინი გამითავდა და ჯანდაბაში ვარ გაჩერებული. აქედან გამომდინარე, რაც შეიძლება მალე უნდა მოვნახო თავის საფარი. და ამ სიტუაციის თავი პირობა არის, რომ დავიმალო და თუ ის შეძლებს და 15 წუთში მიპოვის, აი ამ ტყეში, მაშინ დავმარცხდები. მოკლედ, სულ რაღაც 5 წუთი მაქვს იმისთვის, რომ დავიმალო და 15 წუთი აქვს Ghostface იმისთვის, რომ მომძებნოს. ნახოთ რა იქნება. სადმე კარგი ადგილი უნდა მოვძებნო. მოკლედ ვფიქრობ, რომ სადღაც
აი აქ უნდა გავჩერდე უკვე. მინდა რამე არ შემჟამს. სადმე აქ უნდა გავჩერდე. მე მეტი დრო აღარ მაქვს ფიზიკურად. აი ფიქრობ რომ აი აქ ტოტებში ნაკლებად გამოჩნდები. ესე გამოიყურება ჩემი სამალავი ტოტებში. ნახოთ როგორ გამithარდება მოვლენები. გაჯობია შოკი ჩავაქრო, იმიტომ რომ დრო გავიდა და ეჭვი მაქვს გამოსული უკვე ჩემს საძებნელად. არ ვიცი რამდენად კარგად დასამალული, მაგრამ ცოტა დრო მქონდა ძალიან და ნახოთ. მე მგონი მოდის. მე მგონი გამოვიდა ტრეშია სადღაც. წამზომი დაიწყო პრინციპში. რა ხმა იყო ეს? აი იქ ვარ ის. ჩემს პირდაპირ ჩანდა. პირდაპირ ჩემს გამოდის. ახლოსა. ვერ დავიმალე კარგად რა. ჩვენი ვარ გაათვი თავი და დიდი მადლობა. ოჩახ და გადავიდეთ პრინციპში შემდეგ სიტუაციაზე რა. კელი და ხელი დავუქნი. იმენა არ მაცოცხლანი. მოკლედ ამ სიტუაციაში ვიმყოფები სახლში, თუმცა ერთი პრობლემა მაქვს. გასაღები გამიტყდა. და რახან გასაღები გამიტყდა და სახლის კარებზე ვეღარ ვკეტავ, აქედან გამომდინარე ერთადერთი გზა ამშება რომ თავი დავიცვა და სახლი დავიცვა და ეს არის რომ აქ არსებული ნივთებით ჩავხერგო კარი და არ მივცე Ghostface შესაძლებლობა რომ შემოვიდეს. ამისთვის მე სულ რაღაც 30 წამი მაქვს და წამზომი დაიწყო. აი 30 წამში მოკლედ ამის გაკეთება მოვახერხე. მე მგონი წესით მზად ვართ. რეალურად დამტკიცდა რომ ისე შეგიძლია ჩაუხერგო კარი რომ პრინციპში ვეღარ შემოვიდეს და ეს სავსებით რეალურია. მოკლედ დავაბრუნებ ეხლა ყველაფერს თავის ადგილას. აქედან გამომდინარე კი იმის თქმა შემიძლია რომ რა დროს არის იყო. ალო? გამარჯობა მიკა, პირველ რიგში უნდა გითხრა რომ ძალიან ბევრს ხალისობ და მომწონს შენი ვიდეოები YouTube-ზე. დიდი მადლობა. ხო, ძალიან მაგარია და სხვათა შორის იქაც ვნახე კინოში როგორ შედიოდი Ghostface-ის ფორმით. და შენ საიდან იცი ეგ? ვიცი, დამიჯერე ბევრი რამ ვიცი და ვერაფერს გამომაბარებ. ვინ ხარ? რა საინტერესოა. ეხლა გეტყვი ვინ ვარ. რატომღაც გეგონა რომ არ მივაქცევდი ყურადღებას. გეგონა რომ თუ კინოში ფორმით სახვიდოდი, არაფერი მოხდებოდა და ყველა იხალისებდა, მაგრამ ერთი რამ გამოგჭა, რომ მე რეალური ვარ და თანაც შენთან ძალიან ახლოს ვარ. გამოიწერეთ არხი მეგობრებო, თუ მოგწონთ ვიდეო ამ წუთამდე გამოიწერნა რა. გამოიწერეთ.